გადაწყვეტილება მიღებულია კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს, თუმცა საკრებულოს უმრავლესობაში ამ დროისთვის პროექტის დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. თვითმმართველობის ორგანოში მალე მსჯელობა დაიწყება, რა ნაწილში უნდა გადაიხედოს პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტი. საკრებულოს უმრავლესობამ დღეს მოსახლეობასაც მოუწოდა შესაძლებლობის შემთხვევაში საკუთარი ვაუჩერი დედაქალაქის ნაკლებად შეძლებული ნაწილისთვის დათმოს. დაბრუნებით ალბათ არ დავაბრუნებ. რატომ დავაბრუნოთ? ის მიზეზი მითხარით. არ არის ამის საშუალება, რაც ვჭერდება. ვაუჩერის დარიგების ძველ პრინციპსა და ახალს შორის სხვაობას, რომელიც ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში მის უკან დაბრუნებას გაითვალისწინებს, მოქალაქეების ნაწილი ასე ხდება. ქველმოქმედების სურვილი აქვთ, თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა. გაუფასურებული ლარის, გაზრდილი ფასების და მომატებული დენის ტარიფის პირობებში ვაუჩერის სხვაზე გადაცემისგან თავს საშუალო შემოსავლის მქონე პირების ნაწილიც იკავებს და ფიქრობს, რომ სოციალური გარანტია დაუცველებს სახელმწიფომ უნდა მისცეს. ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც მიაჩნია, ხაზმინე გაუსვა, რომ მისი შემოსავალი არის იმ მასშტაბის, რომ ის არის სახელმწიფოს მსგავს დახმარებას არ საჭიროებს, მას ქონდეს უფლება უარი თქვას. წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ვაუჩერიზაციის კრიტიკის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობას დღეს იმის აღიარება მოუწია, რომ კომუნალური შეღავათების გაკეთება სოციალური ფონიდან გამომდინარე აუცილებელია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას ბიუჯეტში დამატებით 10 მილიონი ლარი დასჭირდება. უმცირესობაში იმასაც ამბობენ, რომ მერია შესაძლოა უკან დაბრუნებულ თანხებს დაელოდოს და სოციალურად დაუცველების დახმარების გრაფიკი სრულად არ დააფინანსოს. სოციალურად დაუცველებს ჭირდებათ გარანტირებული მექანიზმი ბიუჯეტში გაწერილი და მათი დატოვება სამუშიას, აბესაძის, პეტრიაშვილის, პავლიაშვილის იმედზე, რომ ისინი უარს იტყვიან საკუთარ ვაუჩერს და გადაცემენ 20 წელს, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია. საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროექტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს. საკრებულოს უმრავლესობის ინფორმაციით საჭირო ფინანსებს ისევ ბიუჯეტის ხარჯების გადახედვა დასჭირდება. საკითხზე კი უახლოეს პერიოდში საკრებულო იმსჯელებს. სოციალური გარანტიის აუცილებლობაზე საუბრობენ საკრებულოს კიდევ ერთ ფრაქციაში. თუ მხოლოდ იმის იმედზე არიან, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი უარს იტყვის, მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი გული გამოვათ მოსახლეობის წინაშე. ვერ გეტყვით, ვინ რას აცხადებდა და როდის როგორ იყო, დღეს გადაწყვეტილება გახავთ მიღებული, რათა ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ის შეღავათი. რა მექანიზმით მოხდება ვაუჩერზე ნებაყოფლობით უარის თქმა ჯერჯერობით უცნობია. საკითხის ტექნიკური უზრუნველყოფა შესაძლოა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაევალოთ. თბილისის ყოფილი მერის მოადგილე აცხადებს, რომ ამაზე წინა ხელისუფლებაც მუშაობდა, თუმცა ამ მექანიზმის ამუშავება ბიუჯეტს არანაკლები თანხა უჯდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილებით ვაუჩერისთვის განკუთვნილი თანხა პირდაპირ ენერგო კომპანიებს ჩაერიცხათ. ამ გათვლების შედეგად გადაწყდა, რომ ყველასთვის მიგვეცა და მაშინაც მერიის სამდეობის პირები თავის 20 ლარიან ვაუჩერს მათ ჩუქნიდნენ და ეს რა თქმა უნდა არ იყო პანაცეა და მექანიზმი, მაგრამ მაინც იყო ესეთი ვთქვათ კეთილი ნება. ინიციატივის დამტკიცებას საკრებულოს თანხმობა დასჭირდება. მოქალაქეები 20 ლარიან შეღავათს 5 თვის განმავლობაში მიიღებენ. ცვლილების მიხედვით 70,000 ქულაზე ნაკლები პირებისთვის დენის ტარიფის ზრდით გამოწვეული სხვაობის დაფარვაც უნდა მოხდეს.